თუ არა თავდასხმა სილის გაწვდა თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ფაქტს? ალბათ უფრო თავდაცვა იყო ვიდრე თავდასხმა. მზიამაღლობელის მხრიდან? რა თქმა უნდა მზიას. იმიტომ რომ ცხადი იყო თქვენთვის რომ პოლიციელი არ ღვევდა პირიქით უფლებებს. არ ღვევდა, არ ვიცი რამდენად ეხლა მოვლენის თანამონაწილე არ ვიყავი, მაგრამ ქალბატონი როცა ესეთ ნაბიჯს გადადგამს, იქ ძლიერი გამხიზიანებელი უნდა იყოს, როგორც ქალია, ესე განსაზღვრა. ვერ წარმომიდგენია ძალადობა ადამიანზე ფიზიკური. ალბათ გამოიყვანო უნდა მოთმინებიდან ქალი და დაურღვიო ყველანაირი ფსიქოლოგიური წონასწორობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ალბათ პროვოცირება მოხდა მისი და იყო საპასუხო რეაქცია მის გაღიზიანებას. მის მიმართ შეურაცხყოფაზე ან რაღაც მიუღებელ საქციელზე პოლიციელის მხრიდან. აი თქვენ რა შემთხვევაში გააწნაოდეთ თქვენ სილას ვინმეს, ანუ შეურაცხყოფას როცა მომაყენებს ადამიანი, რომელიც ჩემს წარმოდგენაში ძალიან მაქსიმალურად დარღვევა ქალის და ადამიანის უფლებების, მაშინ შეიძლება ფიზიკური ზემოქმედება მოვახდინო მეორე პიროვნების მიმართ. ქალბატონისგან სილის გაწნაზე ამხელა საშელი დაეკისროს, ესეც პროვოცირებული იქნებოდა მისგან სილის გაწნა და სავსებით გაუმართლებელია ის საშელი, რასაც გულისხმობს მოსამართლე. აი 4-დან 7 წამდე ელოდება მზიამაღლობას თავისუფლების აღკვეთა. ეს არ არის სწორი საშელი? რა თქმა უნდა, არასწორი საშელია და მე მგონი ბევრი დამეთანხმება ამაში. რის გამოა ეხლა მზიამაღლობელი პატიმრობაში, ციხეში? ალბათ უფრო სადამშელო და საჩვენებელი გამოსვლა ეს სამართალდამცველების მიერ დამცველებით ვთქვია, ვიდრე სწორად შერჩეული განაჩენი. იმიტომ რომ მზიამაღლობელი ჟურნალისტი და მედია მენეჯერია. ჟურნალისტიც მაგაზე არ ვიტყვი, უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს